აბსოლუტურად წარმოუდგენელია საქართველოს განვითარება, როგორც ქვეყნის ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის შენარჩუნებაც, მათ შორის თუ არ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული, მათ შორის თუ ევროკავშირის წევრი არ გახდებით. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენი მოთხოვნები არის იგივე, რაც არ ვიცი ერთი თვის წინ იყო პოლიტპატრიმარები, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ამდენი ადამიანი დაკავებულია, ნაცემია, ძალადობის მსხვერპლია და ახალი არჩევნები. ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნები მყარად უნდა დავიცვათ. ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი დღეს არის ჩვენი არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ვფიქრობ, რომ ის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია ხელისუფლებაში. ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ ეს ლეგიტიმაცია, რაც მას ჰქონდა, დავიცვათ და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის და შევეცადოთ, რომ ეს ჩვენი მოთხოვნები მივიყვანოთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ რაღაცნაირად და ფიქრობენ, რომ ჩვენ დავიღლებით. ერთადერთი რისი სურვილიც მაქვს, რომ ყველა ადამიანთან მიმართებაში, რომ არ უნდა დავიღალოთ, ყოველ დღე უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით პირველ დღეს და რასაც ვაკეთებ დღეს. ასე უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, სანამ ჩვენ რაღაც რეალურ ხელშესახებ მიზანს არ მივაღწევთ. 80-იანი წლების ბოლოს აქ დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. და ეს დინამიური იყო, არ გაჩერებულა. იმიტომ რუსეთს არ დაუნებებია ჩვენთვის თავი და ძალიან ღრმად არის ინფილტრირებული საქართველოს როგორც საინფორმაციო სფეროში, ასევე პოლიტიკუმში, საჯარო სამსახურებში არის ხალხი, ვინც ჯერა ამის, რომ გამიზნულად ემსახურება რუსულ ხელისუფლებას და აი ამ საფრთხის წინაშე დგას, რომ შეიძლება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანი დაკარგოს, რაც არის დასავლეთი. ამ სახის პროტესტებით სწორედ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს და მათ შორის დასავლეთსაც, რომ მშვიდობიანი ხალხი ვართ და გვინდა ეს ევროპა და ცივილიზაცია, დემოკრატია ჩვენ გვინდა და ისინი არ მიატოვებენ თავიანთ ხალხს ესე გასაჭირში და თავისი მხრიდან დაგვიდგებიან გვერდში. საფრთხე ემუქრება იზოლაციის და მე რა ვიცი, როგორც რიგით მოქალაქეს და უბრალო ადამიანს მგონია, რომ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ იზოლაციაში მოვექცეთ. გავარაკ და ვაპროტესტებ ყოველდღიურად იმიტომ, რომ მინდა პერსპექტივა ქონდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს, მეც, ჩემს შვილსაც და რა ვიცი, ყველა იმ ადამიანს, ვინც ვცხოვრობთ, ვინც ვაპროტესტებთ და ვინც ვიბრძვით უკეთესი მომავალი.